სალამი ძმდებო, მოგესალმებით, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლაბაძის ძმის. ისე შეგიძლია ლაბაძის ძმის, ორივენაირად. ლაბაძის ძმის. ხო, ისე ერთი და იგივე თავი არ ქნა, არ ჭირდება. ლაბაძის ძმის საკაბაბეში. ლაბაძის ძმის საკაბაბეში. მე გლდანში გამოტანილი მაქვს ნაჭამი ეს კაბაბი და ადგილზე არ აქვს. ლეგენდებს ყვებიან. როგორც ხარ ახლა რომ მე ლეგენდების მიჯერა და ისჩენია რომ მე თვითონ ნახა. ამიტომ ჩვენი ბრძოლების ხანდახან არ მჯერა ხომ, იმიტომ რომ მე თვითონ არ მინახავს. ერთი ქართველი 40 ყივჩახს როგორც მუსლს ავლებდა, მაგრამ დღეს ჩვენ კაბაბს გავალებთ მუსლს. როგორ ახართ მამაძაღლი ხო ხარ კარგად? კარგად. კარგად, დიდი მადლობა რომ მოგვიკითხე. ო, გვიან ვიცი ხოლმე რა. ოპა, ის რა უშო აჩიკო, ხავაში პირველად ჭამს აჩიკო ჩემზე წინ, ანუ შენ ნაჭამი გაქვს კაბაბი. აჩიკოსაც და მაშინ ახფრთოვანდი, გამიგე? გლდანში გამოტანილი მაქვს ნაჭამი. ამა აქ რო შეჭამს უგაგიჟდებ. დასაბმელი შეიძლება. დასაბმელი გახდა. მე მომეწონა რა, ის არის. ისა რა ქვია ამას ქართულ ფეხზე დგომითი ჭამა ძალიან მიყვარს. ფეხზე დგომითი კარგია, შეჭამე წადი შვილო. ხო, აქ დაიდომა ლაპარა 1 საათი დალევა. ვიშვიში ვაი. არა, ჭამა გავიდა. ჭამა გავიდა. ყველაფერია იმისთვის გაკეთებული, რომ შეჭამო და წახვიდე. მაგიდები მრგვალია, ერთმანეთს ვერ მიადგამ. მძიმია ვერაწევ. სკამიც არ არის. აქა ვერ დაჭდები. ჩემს ყველაზე კომფორტია ხომ რომ მოწევა რო შეგიძლია. მოწევა წიე რამდენიც გინდა. მოწევა შეგიძლია. აი ეგ ძალიან საფეფრე მოვიტანეთ. არა, ეხლა არ მოწევ, მაგრამ ისე ვიძახი რა, თან უჭამდა მე თუ არ გაუ. აჰა. მე მოწევ და მე გავა. If you need a loan, you should probably just ask. If you need to get around, I can send a bus pass. I'll be in my suite. გადაცემაში არ შეიძლება მოწევა, შოუში. მაგრამ ადგილზე შეიძლება. აი არის, ხო. ჩვენი სპონსორია ლაბაძის ძმის კაბაბი. მართლა? მოგვიწოდი. მოხუცი გვაქვს გადასახდელი? კარგია. ჩვენი სპონსორია ბეტსონ სპორტი, მადლობა ბეტსონ სპორტს ჩვენი სპონსორებით და საშუალებას გვაძლევს რომ ლაბაძის ძმის კაბაბის ჭამის საშუალება გქონდეს ჩვენ. და ძალიან ბედნიერები ვართ ამისთვის. არა, ბეტსონ სპორტს მადლობა, მაგრამ ისეც რომ მოსული. ისე როგორმე ერთ კაბაბს გამოვიდა. ლუდის დალევაც არ შეიძლება თქვენ გადაცემაში? როგორ არ შეიძლება? გინდა? მოიტახო მანქანითავა. ანქანი თუ ხარ 3 ბოთლი შეგიძლია. ეხლა ახალი კანონი მიიღე. სამი ბოთლი ორი პატარა არაყი შეგიძლია ეგ წერია იქ აღარ სინჯავენ. წიჩკას უსმევენ რომ სამი არაყი თვითონ გაწვდიან მე. ერთი ნახევარ ბოკალს დავლევ. უცნაური საზომი არის. ბოკალი არა გვაქვს, ჩვენ ბოთლებით გვაქვს. ჩვენ ნახევარ ბოთლს დავლევ. ერთი დალიე. არ არის. რა ბოთლია? მე წერილს გაგატან, აქედან პატრული გაგაჩერებს ანახე. აღარ არის ეგ დრო. არის. მაგ წერილს მიმართულებას მისცემენ და ისე დამაბრუნებენ. არა, მაგ წერილს ეხა ორი კაცი წერს და ადრე ბევრი წერდა. გაიგე? რბილია 4-ით რო გამატარო, კარდონზე რო ამეწეროს, იმიტომ რომ ბევრად ცუბუქი იყოს ჩემთვის. რას ის არის? მე არ მინახავს ეს სრული რა. თქვენი ჩამოსხმა. აჰა. ჩვენ ვასხამთ თელავში. ეს რა ქვია? კაკაია ოსენ ლაგერი ახ. ლაგერი. ხო, ალხანაიძის. ალხანაიძე. არ დამილევია სხვათა. მართლა? რას ლაპარაკობ? კაილუდია ძალიან. სხვათა შორის, აი ხა ბედნიერი სახი ადამიანის თუ გინდათ რომ ნახოთ ამ მომენტიდან. რანაირი დეგუსტატორია. შენ ეს მითხარ და გული რატო გაწუხებს? რაზე მაწუხებს? რა ვიცი, ავანტყოფოში ვიყავიო და. არა, პანიკური შეტევა მქონდა და უარესად იმათ ამატყიეს მე გული. ის არის, გემრიელია. გემრიელი დასალებია რა. მე პანიკური შეტევა რას? მე მაგ ხოლმე, მე საავანტყოფომდე რომ მივდივარ მივლის, შენ აღარ შევდივარ. მივალ თეთრხალათიანებს დავინახავ და იმას დაავწყდები და მოვდივარ. მაგრამ შენ შეხვედი. მე შედა მე დამმართეს რა. ესო დანიელი ეს პანიკური შეტევა მე კი არ მქონია. ბიჭო რა არის? შეიძლება გქონია და არ იცი რა არის. შეიძლება არ ვიცი. რა არის? სიკვდილის შიში გაკეთებ გონია რომ მოგტები, გაიგე გული მაწუხებს ეხა იმ თავს დამატყამს. ოღონდ მართლა გიწევს რა, რომ გაიზომოთ, ხო აწეული გაქვს. პულსი გივარდება მაღლა. ეს რაღაცები აღარ თქვა.
არა, ეს მართლაშვილის დედა შეიგინე, ამოსაჭრელა თუ. მართლაშვილის, მართლა. რაშჩველის მართლა. აი ნერვოს, ფსიქოს და რაღაც მაგისთანა უბედურებებს. მთელი შუა აზია ამითი მკურნა. რაც უფრო დიდხანს გაგზელებ, მით უფრო ბევრი ამოიჭრება. არა მე რჩევა მოგცდა და აი თქვენ ახლა ხო, შენ გინდა გამოიტანე. აბა ეს რა არის? რომელია ყველაზე ძლიერი იუმორის მქონე ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში შეხვედრილ ხარ? არა, ვისთვის აი ზოგადად თუ ჩემთვის? ხო. იუმორის მქონე ბაბუა ჩემი იყო ძალიან. ძალიან. რომელი? გრიშ მოგუდული იუმორი გქონდა შეიძლება მოგუდული იუმორი. რა სტილი არის? მოგუდული როგორ იცი რომ აი რო მიხვდები და ბოლოს რო გეცინება, გაიგე? თან სიმწირით რო გეცინება, ისე კი ისეთ რაღაცას გეტყოდა. ბაბუა ჩემებს ორივეს ჰქონდა იუმორი გზნობა. ის ნიკიფორემი არ მახსოვს, ნიკიფორე ერქვა. ერთ ბაბუა. და ამბობენ რომ ძალიან სასაცილო რაღაცებს ამბობდა. იმას ემსახურებოდა ნიკიფორეს ცხენი. ცხენი ემსახურებოდა. დედას გეფიცები, ცხენი ყავდა, სახელმწიფოს ჰქონდა მიცემული, ის იყო რკინიგზის პარტკო. და დადიოდა, ეხლა რო ვოლგებით დადიოდნენ, მე ხო იცი რა იგონოს, ის დადიოდა ცხენი. ხო და ერთი ცხენს რა ქონდა, იცი, კარგი რო დათვრებოდა სახლამდე მოყავდა. თავის მოდია. აბა ცხენი მოაბოტებდა და მოვიდოდა დადგებოდა საფთან გაჭერდება. ტესლა, იქ მაშინიდან ტესლა. რკინიგზაში თუ მუშაობ, წესით მატარებელი უნდა გემსახურებოდეს. ცხენი რო გემსახურება დებილა. არავოზი უნდა გემსახურება. ჩემთვის მე აბსურდული იუმორი მომწონს მე რა, აი სისულელე. მე ახლა მახსენდება, ეგ ჩემიდან გავდა ბიზე მეცინება და გრიგოლია არის, აი გრიგოლიას აბსურდული იუმორზე ძალიან სასაცილო. გრიგოლია რომ უძახდებ, ნიკა გრიგოლია. ო, მაგარია. პროსტაც შეიძლება უაზრობა თქვას, მაგრამ ჩემთვის არის მაგარია. მე ბიჭო, ისეთი ცხოვრების წესი კი არა, პროფესია მაქვს, რომ ბევრი ეგეთ ხალხთან მიწევს ურთიერთობა, ამიტომ ერთი რო გამოვყო, არა, ბევრნი არის. არ გამო, ბევრნი არის. ბედნიერი ყოფილი ხარ. მე ძალიან მიყვარს ეგეთი ხალხი, აი. საერთოდ ადამიანს იუმორის გრძნობა როა კარგი. აუ, მინიმუმ პრობლემებს აგვარებს, რომ გაეხუმრები არ გცემს. ბიჭო, მეორე მხრივ არის, ეს იუმორი გრძნობა. რაღაც პონჩი კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, სულ სხვებს ართობ, შენ თვითონ რაღაც იცლები. მე ბევრი იუმორისტი ცნობილი ცხოვრებაში არ იყო ისეთი მხიარული. მაგას მსახიობებზე იძახდნენ. ხო, მსახიობი იუმორისტები ჯობია. რა შემდეგაც. უცებ გადადიო. ლუდითთან მიდი უცებ. რაც არ მოგვეწონება ეგრევე მოუსწრო. მოდი, ერთი შენ ამოიღე, ერთს მე ამოიღებ, ერთს ნიკო ამოიღებს. მე არ მინდა თქვენ გენდობთ. შეკითხვა ლაბაძეებს. საქაბაბის გარდა რამე სხვა ობიექტის გახსნის იდეაც ჰქონდათ თუ მარტო ეს იყო თავიდანვე? სახაჭაპურეს ხო არა? არა, პაპა. საქაბაბის ოპერებით მაგრამ ძალიან დიდხანს რა. ეს 5 წელია ოპერები. სოსის რატო არა მარტო? რა არის? იმიტომ რომ საქაბაბია. სოსისი ჩვენი არა, გამიგე? სოსისი დღეს ვიყავით მე და ჩემი ძმა და იქ ვჭამეთ სოსისი იმაში. ნახალოვკაში. ხო. აი იმან უნდა მოხარშო სოსისი. ჩვენ უნდა შევწვათ ქაბაბი. ქაბაბი ეთი დაუმატო რა, იმიტომ მე რო ვჭამე ეს რამე მინდა რომ შევცვალო გემო მე წავიდე. დარეკე დაგახვედრებ სოსის. გადავირვე ნიკორაში გადმოვიდა. არ არის პრობლემა. აი? სოსისი ეხა ფაქტიურად ხორცი არ არის, მაგრამ გემოებს კარგს აძლევს. გამიგე? ნიკო არ გინდა, ნუ ლანძღო. რეგორი? სხვების ლანძღოზე ნუ აგებ. მე არავის არ ლანძღო. ავარ ნიკოლას გავა აქედან მო. სოსისი მე კი არ ლანძღა. მაგრამ სიმართლეს ეხა გავაგზავნი ბავშვს და მოვატაინებ და შემადგენლობას წაგაკითხებთ. ისე უმზე ელაპარაკა ხოჭო. აი, შემდეგი აიღე კითხვა. ხო, მაგრამ დიდი ხანი ვაპირებდით ამის გახსნას რა. ერთგან მივედით, ნებართვა გვინდა დაგვეღო პლატოზე. და გვითხრესო, აქ არაფრით არ შეიძლება აშენებო. რაღაცა ციცაბო ფოი ადგილებში კიდე. არა, კაცო, პლატოზე მაშინ სახლი არ იყო, კარი არ იყო, ჩვენ რომ მივედით და იმ ადგილას ვერ მოგცემთო და მე სახლი ააშენეს იქ. სამი უზარმაზარი კორპუსია ააშენ. სადაც საკაფაბები. მაინც ფოი, აბა მოსულიყავთ გლდანში, კათუასთან წინ დადგი რას გინდა? სადა? გლდანში რა ადგილა? მოვალ.
ხვალვე 1-200 კვადრატი ხვალვე ხوارი ათულას აღმართავ მალევე დედას კეფით მართლა გვინდა ცხრის კაბაბი გქონდეს ონ ცალკე მიდი დაფიქრდი ყველგან მოდიან იდეაში ხალხი რა ანუ ძირითადად მნიშვნელობას ლოკაციას მნიშვნელობა არა თავარია გემო ყველგან მიხვალა რა ვანში დადიოდნენ რესტორანია ვანის შესასვლელში აქიდან წავიდოდნენ რატო იცით იქ ანსვავდნენ კარგად მე ლენინაკანში დავდიოდი კაბაბის საჭმელად დედას გეფიცები გამოვიდოდი საზღვრიდან დავიდებოდი მაგალითად ჩავდიოდი ლენინაკანში 3 დღე იქ ვიყავი ვჭამდი მოვჭებოდი გორში დავდიოდი კატო ამოვდიოდი მე ძალიან ბევრჯერ ყოფილი მეჯერ ვეცადე გორული კატოები და ვერ გავაკეთე ის წვნიას აი მე გასწავლი არ მინდა ხალხში გითხრა მე გასწავლი როგორც უნდა მე ბევრ ხალხს უშვები მაგრამ ეს ხალხი წვეს არ აწვევს არ გინდა თქო გეუბნა აღარ გინდა მაგ თემაზე ცალკე გესაუბრებ კოდურის კოდურის კატლეტი გაიხსენეთ ყველაზე ცუდი ინვესტიცია რაც კი ცხოვრებაში გაიკეთებიათ ყველაზე ბევრი ფული დაკარგეთ ეგეთიო გეტყვი შისეძევას რამდენიც გინდა კარაკი ჩამოვიტან ერთი ტრაილერი ჩამოვიტანე და ზეთი ერთი ტრაილერი ჰოლანდიიდან რა შუაში 120,000 ევრო უწევდა და ავიღეს 3000 ევრო კარაკი ჩამოიტანა მანამდე ყველას კითხა თუ აიღებთო კარგი კარაკიო და ყველა მუთხრა ავიღებთო და რომ ჩამოიტანა არავინ არ აიღო და მიზეზი რა გითხეს ბიჭო რა იცი ჩვენიც გვაქო არა მიზეზი რა მითხეს იცი უნდათ რომ აჩუქოს უკვე ვაჭრები არ მინდა რომ თუდად მოიხსენიო ეხლა გამიგედა სუყალას უნდა რომ გაჭირა ბოლოს გავყიდე 18-იანი 12 ლარი და მოვიშვი მაგრამ ეს არ იყო ყველაზე ცუდი ინვესტიცია ეს არის ყველაზე ცუდი ინვესტიცია იყო როცა გადაწყვიტა ზეთი ჩამოედა კარაკის მერე გადაწყვიტა ხო აექსას ისე რა ქვია ახან ცხიმების ცხიმებზე ვიდექი და ზეთი საერთოდ არ გამომიგზა ანუ გადაურისხა და ზეთი არ გამოუგზა სა რომელმა ქვეყანა რუსეთი მე ვარ ოკუპანტ ქვეყანაში როგორ იცხავ აბა მეტის ღირსი ვარ გადამაგდეს აბა რაკანი გადააგდეს აბა დიდ ზალი მაყუთი გადაურისხა და იმათმა ზეთი არ გამოუგზავნეს აბა აი მე ბარი იყო ჩემთვის ბარი და არ იმუშავა აჩიკოსთვის იყო ისინი ჩამოიტანა გასაბერი ისინი ჰაი დივრა ესე იბერებოდა ლივლივა ესე უნდა გაგებერა და ჩაწა შენ იმაზე უნდა მოყვა მე არა ნახე მე ბარი ვთქვი მანამდე შენ არის სმენდი მაგის მე ლეგიტიმაცია მომეცა რომ შენი ბიზნესისთვის გადამიარა შენ თუ ეგ ბიზნეს წილში იყავი არ ვიყავი წილში სიმართლე გითხრა ამას არაფერში არ უზარალია საერთოდ არც არაფერი გამიკეთები არ ჯობდა ზარალს დაქირავებული მუშაკი ვიყავი მთელი წლების მანძილზე და მაგრამ თუმცა არ კარგავდი ინვესტიცია ჩემი და გაამართლა ნახოთ და კიდე ხო გააკეთე რაღაცა რავი რა არ მაგ გაკეთებული აღარ მალაპარაკო ერბო ხوار ჩამოგიტანია ეგ რა დარჩა ერბო კი არა მასალა წამოვიღე ანტიგენიდან ნახევარ ანტიგენს გამოვართვი პოსლეზე მიმქონდა იმაში აზერბაიჯანში ზისი მასალა სამშენებლო არა კაცო ხეთყე ხო და ჩავედი ახლა ჩავაბარე ავიღე ეს ფული და უკან მოვდივარ კამაზებით მეორე 6 კამაზი ვყავ ჩაყვანილი არ დაგავიწყდეს უკან მოვდივარ რომ კიდე ახალი რეისი წამოვიღო გაიგე და ამ ჩემმა კამაზის ზღოლმა ადგა ბიჭო და აჭარაზე არ გამოიარა პირდაპირ დაგააჩა ეს არა კაცო გააჩერე მე უთხარი ჩავალ ვითამაშებ დაგეწევით წადი ჩავედი შევედი და მეორე დღეს გამოვდივარ აი ტომი და ჯეირიში რომ შეხედავს ხო იცი ის კატას იმას სარკეში რაც დაინახავს ვირს რო ხედა გამოვედი და ვიფიქრე ხა რას ვიზამ თქო იცი წავალ კიდე ერთ რეისს წამოვიღებ თქო და უკვე ისა მაქვს რა ქვია გადაწყვეტილი რომ ეს ჩავაბარო რეისს და გავაგრძელო თამაში რომ ჩემი ფული ამოვიღო ამოვიღე მე ესე იგი ეხა ხო ადიგიმას ვესისხე აბასთუმას ეხა ადიგეინდან მაქვს წამოღებული აი სულ რაც ისენ სახერხები იყოს ყველასგან წამოღებული 6 მანქანა კამაზი კიდე წამოვიდა მაგიტო ვეღარ მიდის ნიკო ადიგენში არა დავდივარ კაცვალია
არაფერი ვალი არა მაქვს. ხო შევედი. ისევ მე უკვე ჩემით შევედი, აღარ უთქვია კამას ამოდი. ეხლავე გეტყვი. $500 მქონდა დარჩენილი. $500 და სულ ოფლში ვარ. თქვი ამის დედავატერი, ამის რა ვქნა ახლა და ორი რაიონი მიცის გზაში დგა. ორი რაიონის ტყის მჭრელები ელოდებიან ნაჯახებით და დროჟმები. ხო და ფული ჩამოვიდა. ამ $500 შემოვატრიალე ხელი ბიჭო და ამოვიღე ტელეფონი. $6,000 მეტი მქონდა. ჩავედი. ჩაუტანე იმას ფული, ჩამოვედი ეს 6,000 წავა. კიდე კაით. ადიგეშიო ჩაგესლება უკვე კაი არა. არა, ჩამესლება. რამდენია ყველაზე დიდი ფასდაკლება, რაც ვაჭრობისას მიგიღიათ, ხო? 99% ჩემთვის. 99% დამიკლეს. მე ჩვენ 100 დღეს დღეს მაგალითად გაიმა კაცმა მესასის. არა, 100 ჩუქებაა. აბა დაკლებით 99 რო დაგიკლებს ის უნდა მოსულა. ეგე ჩუქება. ეგე ჩუქება არის, აბა. ისე რა მიგოს, ისე 99 სადაც დაუგელი. აჩუქე რა ბიჭო. ის ერთი თეთრი რა თქმა. რატო არ სიმბოლური იყო, ხო, რამდენი 15 ლარი გადავიხადე თუ რაღაც. პლანშეტი. 15 ლარი იყო 1%? აუ 1500 ლარიანი წამოვიდა. 1500 ლარიანი წამოვიდა 15 უნამუსო ყოფილა. ეჩუქნა და ხო იტყოდი რომ მაჩუქა. იყო უნამუსები ამ კითია ეხლა. გაიხსენეთ ბაზარში გადახდენილი ყველაზე უცნაური ან სასაცილო ისტორია. მე და პაპა ჩემი გვცემეს. ეგ არც უცნაურია, არც სასაცილო. ბიჭო, შენ და პაპა შენი საცემებია. ეგეთი შევახონდა რა ეს თევზები ხვალაკია. ხო. დეზერტირებში? გოლში რა, გოლის ბაზარში. აი ეს თევზების წითელი დიდიმებით ალაგია რა, ხამსა ისე. ჩაული და ბიჭო და სინჯა. გაყვებოდა და ძღებოდა თურმე ეს რა და ეს პირველად მე პატარა ვიყავ წამიყვანა. პაპა ჩემი ხა. აბა რა ღირსა და იქამდე ძღებოდა მე ნახევარკილოს აიღებდა სახლის და თვითონ აღარ ეჭამა გამწყარი. ეს ეთქობა მესამე მეოთხეთი აკეთებდა, გაიგე? დაიცა, ცოცხალი უკვე მოხარშული თევზები იყო. არა, ან სათალია რაღაცა. თევზები რო უკვე ეთქვა, ეს აი ჩავლაზე ხო არის ბევრი და რაღის შეთან ესე მიყვებოდა. ეთქვა ესე მეხუთეთი აკეთებდა ამას მეოთხეთი, გაიგე? არა, შენ რაღაცა გცემ. ბიჭო მე ის ვიყავი აი ცოტა მოზარდი ვიხარ და პაპას და გამოესარჩენ. ათქას გაგძირეს. ერთი ხამსა თევზის გამო, მაგის ხამო. აი მე შენი დედას ბავშვს რაღაცე მივსტყავდი. აი გამზდელი გამახსენა მაგ. რასვაში ვიყავი ბავშვი. მამა ის ამბავ მოყევი რა. ბიჭო, ყველი საყიდლად წავედით მე და ჩემი ძმაკაცი. სინჯახი. ყველი საყიდლად და ზოგი წავიდა ხორცზე, ზოგი პამიდორზე, ჩვენ ყველი შეგხვდა საყიდლად, სულგუნი უნდა გვეყიდა. ხო და ჩემი ძმაკაცი ცოტა ვერ არის კარგად და თან იარაღით არის. გაიგე და ცოტა თან ეს რა გვიქნა იცი ამან ეს ქაყალდი გადაწე ძველი დეზერტირების ბაზარი როა ის დროა. ეს გადაწიე ეს ქაყალდი დადო. ყველი აწონა მოიდა დადო ეს ყველი აიღო შეგვიხვია და მოგცა. ვიყიდეთ სულ 2 კილო. ყველი სულგუნი იყო 2 კილო. ამან უთხრა დაიცადე ერთი ჭამეოთ, გადაუხსნე ეს ბიჭო ეს ქაყალდი და შიგნი ესეთი ფირფიტა არ უდეს 700 გრამია. ტყუია. ხო, 2 კილოში 700 გრამს გვატყუებდა. ეხლა უნდა მოკლავა ამან. ვეხვეწები ბიჭო. არაფერი. ანუ ესე პირდაპირ კი არ მოკლა. ეს განაჩენი გამოიწვა. ხო, დედას გეფიცები. ეხლა უნდა მოკლა შენ. ამოიღო ეს პისტოლეტი და დაძდევდა. გაიქცა ხალი გაეკიდა. რაც ყველი ქონდა სულ წაართვა. დედას გეფიცები 2 ის წაართვა და გამოვიდა და ხალხს დაურიგა. ჩვენ ისევ ერთი თავი წავიდა. აი რომ მე წაკითხული მაგ არსენ. დედას გეფიცები მართალია რა. არა. 2 კილოში 700 გრამს რატომ ერთხელ ბიჭო დედაჩემა გამაგდავდა ნიგოზზე საახალწლოდ. ნიგოზზე 3 კილო უნდა მეყიდა. ვიყიდე, მოვედი, დავდევი და ვიხდი ეხა და დედაჩემაც ეს 3 კილო არ არის. 3 კილოა ქალვე ხა დამანებე თავი. არ არის 3 კილო, არის 3 კილო, აწონა და კილო და 300 იყო. შეგვიძლია კარგად ვიწონებში. ბიჭო, აღარ ამიწონა სანდობიანი ქალი იყო. ხა იმაში ეჭვს რატო შევიტანდი? წამოვედი. ისე მლანძღა, სან მაიძულე რომ ჩავიცვი და წავედი ისევ დეზერტირებში. აუ ეგ როგორ მეზარებოდა მეც რომ ატყავდა ნუ კან წაეთრია და აუ როგორ მიტყევდა ამასთან მიხვიდე და მეც გამაგზავნეს ერთხელ უკვე
წავედი და ხორცი დამაბარეს და მოვიტანე საქონის ხორცი, თუ ხორის უნდოდა და გამაგზავნე სამჩები ხორცი. რომ გამოცვალე იქ რაც გადავცვალე ბიდონებში რძე იყიდებოდა ხოლმე და ეს ბიდონში ისხავდნენ ხოლმე ალუმინის ბიდონები. 25 ლიტრიანი იყო. ეგრე წავედი ამ ხალმა ჩაასხა ეს რძე ფულიო და აი მე შიგნითიდო ფული. ბიდონში. ხო, ჩაუგდო. აგინას აი გავასახში და მოგიტახა ასმოი. იმედი დიაჩემსაუნეო. ფული ბიდონში. აი ერთი თავი არ ჩამაყოფინეს. ჯერ ხო აუ როგორ მისდხეს რის გამოჩი. ფულიანი ზე უნდა სვა. შეფრესმა წამოაჭრო. მე ეს რო გამოიდო ეს ფული იქ უნდა მიიღო გას. ბიჭო როგორ მიზიზღებოდა ხოლმე. აი წაეთრი ხა და უთხარი რომ ეს არ გინდა. აი როგორ გინდა ბავშვი მიდი რომ აი არ მინდა. თან ამ ბაზარში ნაცემი ხარ ერთხელ უკვე. მე რატო იპარავდიო? რატო იპარავდი? იმიტომ იპარავდი, რომ სახში ნორმალ რომ მქონდა უკან წადი გამოცვალეო. ამას რომ იპარავდი ჩენი იყო რაღაც. აბარა. შემდეგი ილია თოფურია თერთ სახში ტრამპს გაესაუბრა. თქვენ რო გქონდეთ მსგავსი შესაძლებლობა, რას ეთხოვდით? ტრამპს. თუ ილია თოფურია. ჯერა უნდა მეთქვა ინგლისური არ ვიცი. აქედან აი დავიწყე. თარჯიმანი ყოფილიყო. თორცი ნებისმიერ რამე შეგიძლია უთხრა. მე შეგიძლია აკინო. შენ ასეთ. ტრამპს გამარჯობა. ჯერ მოვიკითხავდი. მერე? როგორ არის ქალბატონი მელანია. არა, ისე რასე. სოლი როგორ ყავს? ისე ვეტყოდი რაღაცები მაგ სათქმელი ხა არ მინდა თქვენთან ლაპარაკო. ტრამპთან სათქმელი. მე და ტრამპის საქმეები არ მინდა თქვენთან გავშალო ახლა. მე ალბათ იმას ვეხუმრებოდი. გორელებს რაც ვიხუმრობ, უცხოელებს რომ შენი დედა ეს გორა სტალინის სახმუზეუმში ჩამოდიოდნენ ხოლმე ერთხელ აფრო-ამერიკელი ჩამოვიდა და მაშინ ნანახი არ ყავდა რა. და რა გეკონათ რომ დაინახეთ რა იფიქრეთ. ბავშვები ვიყავით და ბიჭო აი რაღაც გადმოცემით ვიცოდი რომ არსებობდნენ მაგრამ გორში გადმოცემით იცოდა რომ აფრო-ამერიკელები ფოტოებში ასე ნანახი ქონდა ეხლა რემბოში რაღაცებს და მაგრამ აი ეს ცოცხალო მართლა რაღაცა შარვალ კოსტუმი ეცვა რა ლურჯი შარვალ კოსტუმი ეს დადიოდა ცოტა რობოტივი დადიოდა ხოდა მახსოვს სკოლიდან დავინახეთ მეცხრე სკოლიდან დავინახეთ ჩავარდით ეს თელისკოპი შემოვეხვიეთ აი ისე ასაკეთებენ ხოლმე და ოპ ხელს ვართ აი 1-200 კაცი ოპ ხელს ართენ და მე რაღაცებს უშვებოდით ამას რა ხელზე იმას უშვებოდით ჩიჩქნიდით თუ რაღაცა თუ გაეცლებოდა თუ აი ვაშს რო ამოწმე მე ხოიცი ამას აი შუა ხო ესაუბრე და მაინც ვიღაც უთქვა და ის კლიბავდა რა შეგებილი ხო არ არის ბიჭო გავგიჟდი და ხელი თეთრი ქონდა და მაღაზი ვაფშე ვერ ვიგებდით ეს წვეტა რანაირად იყო ეს თეთრი გული აქ ძალიან ისე გაგიჟდა ის კაცი არ მართლა აფრიკაში არ ეყოლებოდა ალბათ მაგდენი მომხრე რაც გორში სტალინის სახმუზეუმში ყავდა საქართველოს გარეთ გიჭამიათ ყველაზე გემრიელი ხორცი გემრიელი ბევრგან აზერბაიჯანში თურქეთშიც ეხა იქ არა ვარ ნავყოფი და რუსეთში ვარ ნავყოფი თურქეთში აზერბაიჯანში და აქ საცომხეთში და თურქეთსაც ხო გემრიელი კი ბევრგან ისიც ხო აი შემდეგ გერმანიაში ესპანეთში ყველგან კაია გერმანიაში იყო მაკავი პიროგი ესეთი გამიგე ხორცი ნიკო ხორცი მიასო არა რა მიასო მაკავი პიროგი მაკავი რა ყაყაჩო ქონდა შიგნი აი ამ სისხლზე და ზევიდან ქონდა შოკოლადი გადასხმული შავი ხორცი ნიკო ხორცი ხორცისად გვაქვს ნაჭარი ხორცი არა ისე რა შიგნით შეკითხვა მახარას რომელია ზაფხულში გასაგრილებლად ყველაზე გამძლე და ხარისხიანი კონდიციონერების ბრენდი გეტყვი ანჩიკო მე ვიცი გრის კონდიციონერები ხო გრი კარგია ძალიან ძალიან კარგად აგრეგლებს იმიტომ ბევრი ჩამიგთავს მაგრამ ვერ მიბერავს და ეს რომ მიბერავს ეგეთი უნდა დაბერვა
მადლობა სპონსორობისთვის და აი ეს Panasonic-იც კარგია. Panasonic-ი. მაინც გავჩერდეთ გრიზე რა. სანამ დაწყდა მე რომ მე გქონდა რომ ვერ ვიშოვე ხელოსანი რომ დაეყენებინათ და ეხა აქციებია და შეგიძლიათ მიხვიდეთ და დააყენოთ და მოკლედ ზაფხულს შეხვდეთ და ქართველები ხო მოემზადოთ წინასწარ სიცხისთვის. მე ვერ ვიშოვე ხელოსანი და მე თვითონ დავაყენე YouTube-ი. რა, იცი, ქართველი რანაირი ოპტიმისტია. ქართველი ხა ფიქრობს რომ იქნება წელს არ იყოს წელი ზაფხული. ხო იცი უეჭველი. ყველა რატო უნდა გავისროლო ფული? უეჭველი დაათხოს. მაგალითად. მაგალითად როდის ავჭამოთ რა, მაგრამ შეა. აგრამ. გაგრილდი. ეს აჩქო სლოგანია? თუ იმათია. ამას გადავყევ. იმათ აღწერაშია და შეგიძლიათ ისარგებლოთ ფაზაკლებით. საერთო ფაზაკლები არ მუშაობს. რადგან ესენი პირდება კიდე? ეხლავე. მე ისე ვარიაციები მაქვს, იქნება რამე მოვიფიქროთ. ეგ ორი შენ შეჭამე, ეს შენ შეჭამე. მაგ მიაწე დამიჯერე მაშინ. როგორც წყალი დაგილევია, ისე მიაწე. იქ მაგ მეთოდს აწვება ჩემი ძმა და მე ამას. ასე ისვრები, ამი ვეში. როგორც მშობელს შვილი მოსწონს, რომელი მოვასწოროზე ვარ. ვეში არის კიდე. არის კიდე ხო? მაგრამ წამი ზოთ ისე აი რომელი უფრო ისე რა მაგარია, როგორ მშურს מחარას, რომ ჭამით შეულობს ფულს. ამა თავის სპეციფიკაა. წყალი მომიტა. აჰა ესა. შეეცადე რომ მაგისწე დემომატურებისთვის რომ დაახლოებით მისწრა. უნდა ჭამო რა. კარგი იყო. ბოლოში წვენი დაგროვდა რა ეს მოჭერს და ის წვენი მოვასწარი რა. მაგა შენ რა გენი იცი რო აწევ წვენი როგორ უკენდა უკენდა იყიდებოდეს ეს წვენი რა. წვენი 2 გრამიანი დავიწყებ ჩამოსხმას. 2 გრამიანი შპრიცები და უცებ ეს შენ ესე ხო. და თქვი რომელი ჯობია, მე და ჩემი ძმა სულ კამარა. ეხა ესე კაია, ესე თუ ჩაასხავდა არ დაგეღრება. არის ეს ხა თავიდან არ გეღრება თო რომ მოკვიჩა უკვე მე იქცევა. ხა ნახე, ცოტა შეახალვათ ესა. რომ წაიღოს, ადგილი გაუჩნდეს რა, აი ჩავიდეს. ხო. ვერ დაგეთახმები დავით. ეს არის ყველაზე ცუდი მეთოდი ჭამის. რომელი? ხო. ოკეი. ძნელია, თორე კარგი. არა, არ ვარგია დამიჯერე. აჰა, ეს გადაიყვანა თავისკენ რა. აქ ბევრს ვერ ვასწავლ. ხო და ნახე, შეახალვათ ეგ. ეს რომ მოვიყუდე, არა. მაგ რაოდენობით. არ უნდა შეხალვაზე. აი ესე შეახალვათე. ნახე რამდენი ეტევა, მიდი გაუშვი. გაუშვი. მაგდენს ვერ მიაყოლებ დალევით. ვა. მიდი აბა. ის იმასაც აყოლებს. ამან მეხუთე მეთოდი მოიწვია, კომბინირებული. თანასხამს თან აყოლებს. კომბინირებული 10 მეთოდია, ჩააწებ და ასხამ მოკვიჩავ შეჭამ, მაგრამ არის ძირითადად 4 მეთოდი. ექსპერიმენტი მდგომარეობის შემდეგში აშკომ გამოიძახა სხვა ქაბაბი და შეურაცხყოფას გვაყენებს რომ აბა თუ მიხვდებითო რომელიაო და სიგიჟია პროსტა მაგას რომ ვერ უნდა მიხვდი მაშინ მოხარშული მაკარონი უნდა ჭამო სულ ხო მაწონთან ერთად იმენა კაია რა ყოველ დილას მე ამას კი არ ვიგებ 5-ის ნახევარ და დეზერტირებში ვდგება საუკეთესო ხორცს ხო ყველა მიცის რომ მე ლაბადიცის ქაბაბი სულ ყველა მიყურებს აბა რომელს აიღებს დედას გეკითხე თავისი რეკლამაცაა აბა მე სახში უნდა წავიყო აიღე კაცო ამოცავთ მაგიტომ დარდობდი რომ
როგორ წავიღო მეთქი რა აქედან გიჟივით არ გავარდე. მოიტა ბიჭო დადე რა. საწებელი მოგცეთ? ეს არის გადახვეული. ეს არის ორივე გადახვეულია თავი. არა. ეს არის მოტანი. 100%-ია. რანაირად მივხვდი მე ამერიკაში. შეულებრივად. შეულებრივად. მიხვედროს. აი, შეხედე. დედა აქ ჭვილზე ეთყობა ეს არის ეხლა. ამაშია შერეული. ამაში. დააკვირდი ქათან. ღორი. ხრტილი. ნარჩენები რაც კი ქონდა თურევენ ამ. მაჩვენე ნიკო, ნუ იცი ეს. არა, გეუბნე, მე დაჟე არ ესეც კარგი კაბაბია. ესე უნდა თქვა რა. ბიჭო, ხან რა არიცი? ამაზე ის არის. კოწახურია ნამყოფიზე. მოყრილია და დაფერცხილია მე. არა, გასინჯა. არა რა დათვალე. გავსინჯო? აი მე გავსინჯო პატარა. მე ამასინჯე. აი გავსინჯო პატარა. ტიპიური კომუნისტების დროინდელი ქაბაბია. წვანია ბიჭო, წვანია. ანაშემო წვანი იყო. ჩიშჩი ვარო არ მომწამო. ექსპერიმენტი ჩავარ. ბიჭო, გითხარი, არა, ეს ძალიან არასწორი ექსპერიმენტია. თვალები რო ამიხვიონ, მაინც ხელების ჭემიკრან, წვირი. ესე მოუჭერდა ვსო მიხვდები ეგრევე რომ არც რო ჩენს რო არ ოკვიჩო და გაკბეჩინოს თქვა. ერთ თაკვიჩო და მიხვდი. აი, რა ვიცი, ნებისმიერმა ოპერატორმა გასინჯა. რომელი მოკვდება. არა, არ მოკვდები, მაგრამ არ მოგტები, მაგრამ ეს არის high class. სიკვდილი high class. აი როგორც მანქანებში არის Mercedes-ი და მერე დანარჩენი. ქაბაბებში არის ეს. წვანილიც ჯერ ჩემი ქაბაბი და მერე დანარჩენი. ფერით სხვა აქ რა. ბევრ რაღაცას ხო და მაგას გეუბნები. აი ნახე რა მხოლოდ სხვაობა. ფერით ნახოთ. აჰა, ეხლა არ ვასახებთ ვისი არის, მაგრამ მოიცა რა. აი, ლაბაძის ძმა, სხვების ძმა. ზომით ნუ განსაზღვრავს ამ ფერი რო შეადარო. სოიო არის და გატენილი არის მწვალებით რომ წონა მოემატა. აი ხა მაგ ექსპერიმენტში. რა ფერს შეხედე რა. აი მაგ ექსპერიმენტში ჩემ ძაღს ჩავთავ. ესეც არ შეჭა. აი ხო ხედა როგორ მინაბულია. ესეც არ შეჭა. ეხლა მოიცა ეს კიდე გავაკეთე. ორივე ერთი ის. მოიცა. ეხა ჩვენი დაუდე. გადავაგდებ. ყურადღება რო არ მიაქცია. არა, მაგარია. ჩვენს რაღაც დაუდებ, ამას უ შეჭამა. რანაირი სახეა. აი შეურაცხყოფი. ცოტა ზევიდა ესე დახედა. ვა, არა. და რა იფიქრა იცი? ამათმაც გააბუჭეს. ხო ვერ გაიგო ვიცი. წაო ეხა სხვა საქაბაბეში გადავა. რა მისამართია ეს? ესა სულხან ცინცაძის 54D. 54D საბურთალოს ეკლესიასთან. საბუთოს ეკლესიასთან შემოხვალთ, მე წინ შლანგბაუმი და მარჯვენა მხარეს არის შლანგბაუმი და იქ რო გავუყვებით გზას დაინახავთ დიდ აბრას. ლაბაძის ძმის ქაბაბი რო აკრიფო გუგლში. მე ხო და აი ლაბს და აგრევე ამომიგდო დავაწექი. ამას ეხა თავზე აქვს საქართველოს დროშა. ჰოიძახეთ იმ ხო. პენტი უნდა. მაგრამ ეს კი არაფერია. პატარა მოვძლიერდები 15 მეტრიანი უნდა დავდგა ან იმ კუთხეში ან იმ კუთხეში და იქიდან. აღმართო საქართველოს დროშა. დაგვბომბონ კაცო. ან რო გამოვიდა დაინახა 15 ესე იგი მოვძლიერ. ძლიერთ. კი ბატონო. მეგობრებო, რომ მოხვიდეთ ქაბაბის ძმის, იმიტომ რომ ეს თანხა სულად ხმარდება დიდი დროშის დადგმას. და ეხა მინდა რომ ჭაო, მაგრამ გამძღარი მარ. აი ეს ნახევარი ზედმეტი იყო. არა, მე ის იყო რა. გაათამამე საკუთარი კუჩი. კანტროლდა. არ გინდა. არ უნდა. დაიცა, მედი უნდა დამეჭიროთ მაინდა-მაინც კაცო შემეში. შეკითხვა מחარას. ხო. კნოს მანქანაზე საბოლოოდ რა მოხდა? კმაყოფილია კლიენტი? გადარეული. აი ლუკა რო ჩაჯდა
ლუკას მანქანა ეს ტესლა იყიდა რა, კალატოზის ძმამ იყიდა ტესლა და მე დავეხმარე ჩამოყვანაში და გაკეთებაში, იმიტომ რომ ეს ძმები არიან ისინი ჩამოყვანა და გაკეთება არიციან, ხო, რამხელწიანადება ეს. შენ ხარ კარგი ჩამომყვანი და გამკეთებენ. მე რა კარლაინია რა. და რამდენი ხანი ელოდებოდა? ერთი თვე ელოდებოდა გაკეთებას. გაკეთებას თუ ჩამოყვანა? არა, გაკეთებას. და რა ჭირდა? ელოდებოდა რას ნიშნავს? უკიდან იყო მირწმული რა. და იმის გამო რომ ყველაფერი კარგად გვინდოდა რომ ყოფილიყო, ცოტა გაიწევა, აღდგომები დაემთხვა ბიჭო. ხო, რა, ხელოსაც როგორ ეთქვა? აღდგომას იმუშაო. მე მაგალითად დენის მანქანა არ მხიბე. არც მე. დედას გეფიცე. ჯაასხი წადი შვილო. მე ვერ ვიტან დაელოდე დაიტენა რაღაცებს ვერ ვიტან მაგრამ ის ახალგაზრდა ჯენზია და გაუსწორდა მაგრამ ის არის რა და კარგი გამოვიდა კი ძალიან კარგი რამდენს გადის 455 გადის მართლა კი ესენი ტესლა გადის ის ჩინური რაღაცები ვერ გადის რა ჩინურიზე იტენება არა ჩინური იყიდა ჩემი ახლობლად მე თავს მატყიებს ორ თვეში გაფუჭდა აქ ვერ გააკეთეს, მე ვიღაცა ჩინეთიდან ჩამოიყვანეს. იმან არა უარა ვერ გაუგო ვერაფერი, მეორე ჩინელი ჩამოიყვანეს და მე ახალი მანქანა მიცე. ჩინელი პროსტა ჩამოყალა საზღვარზე ვინც ხო მოდი ჩვეულებრივი ჩინელი ჩამოიყვანეს თუ არა, ხელოსანი ჩინელი. რატო ვერ გაუგო? ჩინურად ეწერა ყველაფერი. არ ვიცი. ბოლოს შეუცვალეს მანქანა. შევა უფროსობამ გადათარგმნა ინგლისურად და ეს ვერ უგებდა ამას. თავის ენაზე არ იყო დაენები. არა, მე თავს მატყიებს, იმიტომ რომ აქ ასტრაფება აქ ჩქარი და მოძრაი რომ ჩქარდე ბენზინის ძალიან ჩქარა ეწევა. მე კი არა ვარ დენის მანქანაში. ქარი. არ ვიცი. პირველად გავიგე რომ დენის მანქანა ადამიანს თავს ატკივებს. აქსელერაცია აქ სხვანაირი. აი ბენზინზე ხო დააჭერ რაღაც შეგრძნება გაქვს, უნდა წავიდეს. იმაზე რო აჭერ ეგრევე რომ მიდის აი ეს ტორმუზი და სწრაფი წასვლა თავ მისკდება მე თავით. აი როგორც ტროლეიბუსი იყო ადრე, შენ არ გახსოვს. ტროლეიბუსი დააჭერ და და მიდიოდ. სად მიდიოდ დააჭერ და მიდი უცებ კრიფავდა, უცებ კრიფავდა. ის არ ქონდა რა. სად კრიფავდა ბიჭო ტროლეიბუსი? არა, ვიცი, ეს კი არ კრიფავდა. აბა რას კრიფავდა? სათამაშო მანქანები რა. რო უნდა დაეჯახო. აი იმას აქ ერთი კნოპკით რომ მიდის. ხო. დენი წრედი შეკრა წავიდა. წავიდა. აი შეიძლება ტესლაში არ ვარ ნაჯდომი, მაგრამ იმ სათამაშო მანქანაში ხომ ეს ხო, მაგრამ შეგრძნების დონეზე უცებ რო იძრება, ის არ აქვს. ამას აქ, გაიგე? შენ ხო ხვდები აზრს, შენ ხო კარგად იყავ. არა, შეკითხვა ნიკოს. როგორ ფიქრობ, ბავშვობაში მახარა უფრო ცელქი ბავშვი იყო თუ დავითი? დავითი ვიცი. აღმაშენებლის ბავშვობა არ ვიცი. არც მახარასი. მახარასი ყვებოდა და ისე თავის მონაყოლებში ცელქი. ეთყობა ჩემზე არის. ეს არ იყო ცელქი. ეს ასე გაუშვებდი, ასე მიდიოდა ეთყობით. მე არ ვიყავი. ეს არ იყო ცელქი. ეხლა გავკეთ გაცელქდა 60 წლის ასაკში. ეგ არა, მეორე. ეს ბოლოსთვის შემოვინახე. ყველაზე ბევრი რამდენი ღვინო დაგილევია ცხოვრებაში? 3 ლიტრა პატალოგი. მეც ეგრე. მეტი არ დამილევია. მე გრაფინით დავლია ეგრე 3 ლიტრი და ეგ იყო, სო დავა. ეხლა კიდე ლიტრა ნახევარს ვერ ვცდები. დაჟე მათრობს ლიტრა ნახევარი. მე არა, ღვინო არ მიყვარს. არაყის მაიმუნია. მე დალევა საერთოდ ავგრძალე. არ შემიძლია. ხო არის რომ არ შეუძლია. ეგ რა კაია. არ შემიძლია. მართლა არ შემიძლია. არა დალი რა შეგიძლია. არ შემიძლია. არა დალი. ბიჭო, ნახე. რო ხვდები? მე მაგალითად ხო არის რომ ადამიანი დალევს, ადგება და ნუ წავა და მერე ცუდად გახდება, ხო? ისეთმა ადამიანმა უნდა სვას. მე მაგიდაზე ვეცუდარ. მე დალევი. ანუ აი ერთი მომენტიც არ მქონდა რომ მე სიამოვნა იმითი რომ ბევრი დავლიე. და ნორმალურად მოგე. და მე 3-4 დღე ვიყავი ცუდად და ნუ დებილი უნდა იყო რომ სვა. ინტოქსიკაცია. ერთი 5 წელი. და მე დავანებე იმიტომ კუჭი გამისკდა. მამა ჩემს ყავდა ძმაკაცი, რობერტი გურჩია. 22 ლიტრიან სვავდა. 22 ლიტრიან სვავდა. მე რა მაქვს ნახი, ესენი რომ მოსყოს უყველა. ჩემთან საქმე, მამა ჩემი 1.7 ლიტრას სვავდა. ესენი რომ მოსპო, მე 2 ცალის 3 ლიტრიანი ბანკა ესე დალია, აი. დაიღო დალია, აიღო ცოტა ხომ უნდა შემეტყოსო. დალია და დაждდა მანქანაში და წავიდა.
მომაჩენ ბევრს ვამდა, მაგრამ დაჭდა მაგ. ო, დედას გეფიცები. მამაჩემ იძახდა, რომ 60 ტონა თუ 70 ტონა მეკნება მამაჩემ კი არ იძახდა, ძმაკაცებმა დაუთვალეს. რომ რამდენი გექნება დალეულიო და 50-დან 60 ტონამდე. იმიტომ დღე არ იყო რო არ დაელიო. ხანდახან ორჯერ. ის სამსახური ქონდა ისეთი, რომ ხშირად უწევდა. ხან 3 დღეში ორჯერ. არა, 3 დღეში 4 ჯერ. ნაკლები არ იყო. ერთხელ რა მოყვა იქ საჩხერეში რომ მუშაობდა, წასულა და დაულევია, ისა რა ქვია, საფერავი 7 ბოთლი. და რომ მოვიდა მეორე დილას ხო თქვა, ბიჭები მოვიდა 7 ბოთლი, მე და ის ვიყავითო. ბარკალაო და 7 ბოთლი დაულიეო. ვერ დალებდიო. დაულიეო ბიჭო. ვერ მაშინ წავიდეთ, მამაჩემმა უთხრა თუ დაულიეო, შენ გადაიხადე თუ არა და მე და წავიდენ ისე მეორე დღეს რესტორანში კიდე დალია. დარჩა ერთი შეკითხვა. მნიშვნელოვანი. მაგას არ კითხე. უცებ თამაში დაასახელე მსოფლიო რეკორდსმენი ქაბაბის სიგრძე. შორს ვიც იქნება ამ რეკორდის მოხსნაზე უნდა დაიწყოს მუშაობა. ყველაზე დიდი ქაბაბი რა იქნება მსოფლიოში? მე სადღაც მგონია 100 მეტრი თუ მეტი. ა? ერთდროულად თქვა, მე ვფიქრობ, რომ კილომეტრი მაინც არის. კილომეტრს აღობ შენ? 1000 մ. მე 100 м. მე ხა ყველაზე დიდი მე თვითონ რაც მინახავს და მიჭამი არის ის კილომეტრიანი ქაბაბი როა ხო, კილო და მეტრი. კილოა და მეტრი სიგრძე. არა, მე ეს ტელევიზორში მაქვს ნანახი 100 მეტრია. არ მჯერა 100 მეტრიანი ქაბაბის. ეხა გემრიელი არ იქნება. არა, გემრიელი არ იქნება რა. როგორ? ესე თუ დაალაგებ სიგრძეში ჩვენც დავალაგებ. ერთიანი ხორცით კეთდება ხო ითეს და და აბა ეგრე წავედა. კილომეტრიანი შამპური წარმოიდგინე. ხო და ჩაიღუნება შუა. იმებს უდებენ, ნანახი მაქვს ეს გაგურებით არის. რამდენიანია გითხარით თუ? არა, რას ქვია? აზერბაიჯანი კი არა და ვინ არიან? ის იმას მე ვიტყვი რომ მაქსიმუმ 3-5 მეტრი. არა, ბიჭო. სწორი. მაქსიმუმ 2000 მეტრი. 2 კილომეტრი. 2000 ყუილია. არა, არა. ვინც არ? არა, ყუილია, მეწავაგე. მეტრმა დაიწყო. რეკორდის მოხსნა. 2000 მეტრი როგორ შეიძლება ბიჭო ქაბაბი იყოს? ბიჭო, ესე აკეთებენ აგურებს ერთი ალაგებენ. 2000 მეტრიანი შამპური იყო? კინა არის გრძელი, 2000 გადაბმული. მეტრიანი? ხო, არა, გადაბმული და ხო. ეს ფეხებს უყენებენ მე რომ ეს არ ჩაიგო. ანუ ეს ხორცი ერთმანეთისგან დაშორებული. არა, ერთიანად აცვავენ. და ცეცხლი აგურები არის დალაგებული ეს სიგრძეზე. 2 კილომეტრზე? 2 კილომეტრზე. ეხა აქედან რო იწერეთ ეზემდე და ხო, სიგრძეზე და ხალხი დგას და ისინი ანთებენ რა. და აქედან ერთი ატრიალებს? გადატრიალება ალბათ არ არის, ხო რა. ეხა გადატრიალება. არა, ეს ქაბაბი ერთიანი ვერ იქნება. ვისთანაც გინდა შევალ კამათში. всё, კი უნდა დამეხია ეს. ვარ დავყო. ხო, მაგრამ ნახავ, მაგათ მოვიძიებ და აუცილებლად გამომიგზავნა გამომიგზავნე ფაქტები. 2 კილომეტრს როგორ ატრიალებენ. მადლობა, ბიჭებო. რისი მადლობა? მადლობა თქვენ რომ კიდევ ერთხელ მოგდანდით. მასი ამოვნეთ. სულ მოდი აქ. სულ მოვიდე? ხო. აქ მე გრდანში ვარ. და აი ამ ხელა ხრონგით არის ურთულესი გამოსვლა. ო, ისე აბა რა დიდი მანქანა. მანქანა. აი F100 აი ეს არის ევაკუატორი, ხა? აი ზევით რო ჩანს, ნახე თავი აქედან მწვანეს ხედა? ხო. აი ეგ არის. F150. კაი მანქანაა ის. გამოვიყავ და რა მარკა არის? ფორდი. აჰა, ვიცი. ფორდი. ფორდი. არა, ქალაქშია გლახა, დასაყენებელი. აი სადმე რო გაჩერდე ხო უნდა დააყენოს. ძირითადად გამაჩერებ, მაგრამ ის არის ხოლმე. პრობლემაა ეგეც, რომ მე აქ მოაჩერებ, იმიტომ რომ ეს ვერ მიყავთ. ვერ მიყავს? ვერ და მოაჩერებს მე უმნებია ხო. გაცი ეს მე უმნებია ხო რა. როგორც კი პატარა მანქანას ვიყიდი, მე ახკავა რა. ბიჭო, პატარა მანქანას რო იყიდი, ხო მაგით სერული გევასება. ის პატარა მანქანა ჩადევს მაგაში. გადმოდეთ. მადლობა, დაგემშვიდობებით, რავი. იმენა კინოი. გაიხარეთ, მოსვლისთვის დიდი მადლობა და მოდი გაიხარეთ. ჭამე. მოდილი ვიყო, მოდი ჭამე. მე რანაირად გადმოგწევ. აი, შიგნით გემოები თამაშობს, ხო დაიკიდებ. მე ხო გეუბნებით ხოლმე, აი, სცენაზე ვისხეთ, მიდი ჭამე. აქაც ეგრე, ქავები კიდე მოდი ჭამე. მე მაგიდეც.
ეხლა მაგის გამო არ ბიჭო, ეხლა რა არის, იცი, გლდანში აქედანაც შორია ტარებოდა. სადღაც შუაში რო შევიკრიბოთ, გადმოგწერდა. გლდანი საბურთალო გამტარი რო იყოს, დიდი ტროსი რო გავაბად და აქედან რო დაუბეროთ აი ხიდზე რო შევხვდეთ. დანის დანის ხიდზე. ვაკუუმის ფოსტა ნანახი გაქვს როგორ მუშაობს? აი საბურთალოდან გლდანამდე დიდი ტრუბა, იქიდან გამოვწოვთ ჩვენ აქ ჯადებულ კალავს, მივიღებთ, ჩავბერავთ, არა, მე თქვენ გამოწოვთ და ცარიელს დაიბრუნებთ. არ გვინდა ცარიელი არის. ყველაზე სწრაფია. რა მაგარია მეუწევს. მადლობა. მადლობა. ეს გაიხარე. მადლობა, გაიხარე. ეს რა გააკეთეს ბიჭო. მე თვითონ უხერხობაში ჩავარდი რა ეს იასამნის რო გაიჟღერა. აი ძალიან მე თვითონ მეუხერხვა ნეტა მისა გასკდეს მაგრამ და ჩავარდა. გასკდა და არც ჩავარდა. კიდე კაი არ გასკდა. აი ესე გემრიელად გემშვიდობებით. დიდი მადლობა, აბა, კარგად. გაიხარეთ ბიჭებო. იყარით. My car go vroom, my maid got a broom, my house got a room for some rooms with a view. I'm driving real slow like I'm running on fumes. I'm driving real slow like I'm running on fumes. 30 on the dash.